დოლარით განსაზღვრა რისკების შეფასებითა და პრევენციით ზარალისა და დანაკარგის თითქმის 20-ჯერ შემცირებაა შესაძლებელი. დავით გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. ნინო კალანდაძე ამბობს, რომ ქართული კულტურული ძეგლი საქართველოს საკუთრებაა და მთლიანად ქვეყნის საკუთრებაში იმყოფება. დავით გარეჯთან დაკავშირებით დღეს საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ ისტორიკოსები, სპეციალისტები და სადემარკაციო კომისიის წევრებიც. მათი განცხადებით გარეჯის უდიდესი ნაწილი 98%, ანუ 150 კვადრატული კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მხოლოდ 2%-ია მოქცეული, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ბაქოსთან, რომ აღნიშნული მონაკვეთით საქართველოს ტერიტორიაში მოექცეს. ქეთევან ბოჯგუა განავრცობს თემას მოამბის პირდაპირ ეთერში. ქეთი, უფრო კონკრეტულად რა განცხადებები გაკეთდა დღეს აი ამ თემასთან დაკავშირებით? დღეს ყველა აცხადებდა, რომ ის ტერიტორია, რომელზეც ბოლო დღეებში იყო ძალიან სერიოზული ასთა სხვადასხვაობა, იმ ტერიტორიის ძირითადი ნაწილი არის საქართველოს საკუთრებად, მხოლოდ 2% არის მოქცეული აზერბაიჯანის მხარეს. ეს მოხდა ჯერ კიდევ 1929 წლის 18 თებერვალს, როდესაც საქართველოს და აზერბაიჯანიც შედიოდნენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. მაშინ ორ ქვეყანას შორის გარეჯის საზღვარმა გაიარა ჩიჩხატურის ერსა და ცალკე მდგარ კოშკზე, ანუ იმ წყალგამყოფ სერზე, რომელიც გადადიოდა უდაბნოს მთაზე. შესაბამისად, დავით გარეჯის კომპლექსის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილები, უდაბნოს მონასტერი და ასევე რამდენიმე სენაკი მოხდა სწორედ აზერბაიჯანის მხარეს, რადგან ისინი მდებარეობს ამ სერის სამხრეთ ნაწილზე. მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა, უკვე საქართველომ და აზერბაიჯანმა დაიწყეს მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაცია დემარკაციის თემაზე, რაც გრძელდება უკვე 15 წელიწადზე მეტია და სანამ ეს საკითხი მოგვარდება, მანამდე აზერბაიჯანი უზრუნველყოფდა იმას, რომ თავისუფლად შეძლებოდათ მლოცველებს, ასევე ტურისტებს იმ ტერიტორიაზე გადასვლას, რომელიც ამ წუთებში და ამ დროისთვის არის აზერბაიჯანის კონტროლ ქვეშ. თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ რომ ეს ვითარება შეიცვალა და აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა არ შეუშვეს იქ უცხოელი ტურისტები და ქართველი მომლოცველები. ეს უდაბნოს მონასტერია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ის მცირე ნაწილი, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მდებარე ტერიტორიაზე რჩება. ეს კი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, რომელთა გადაადგილება საკუთარ ტერიტორიაზე საქართველოში აზრთა სხვადასხვაობისა და პოლიტიკური ინტერპრეტაციის საგანი გახდა. ყველაფერი გასული კვირის ბოლოს ქართული სააგენტოების მიერ გავრცელებული ცნობებით დაიწყო. ადგილზე მოღვაწე სასულიერო პირებზე დაყრდნობით ისინი წერდნენ, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრის ტერიტორია გადაკეტეს და იქ მომლოცველებისა და ტურისტების შეშვება აკრძალეს. როგორც სასულიერო პირების, ისე ადგილზე ჩასული მოქალაქეების მხრიდან გაჟღერდა ვერსიები ტერიტორიის აზერბაიჯანის მხრიდან მითვისებისა და საზღვრის გადმოწევის შესახებ. ფაქტიურად გამართლდა ის შიში, რაც ქონდა, რაც ინფორმაცია მოდიოდა, რომ ქართული მიწის ნაწილი, რასაც დავით გარეჯის კომპლექსის ეს მღვიმეები წარმოადგენს, ქართული მიწა აღარ არის. თავს არ გამოვიდეთ და არ ვიტყვით იმას, რომ რაღაცა ბევრს ან ნაკლებს გავაკეთეთ. ეს მომავალი საქმეა და მომავალი გვიჩენებს, თუ ჩვენ რა შეგვიძლია და ჩვენ ერთად გომას ყოველთვის რაძალა აქვს. პარალელურად ლეიბორისტულმა პარტიამ აზერბაიჯანის საელჩოსთან აქცია გამართა. სოციალურ ქსელებსა და მედიაში კი ამ თემაზე მწვავე დისკუსია დაიწყო. გაჟღერდა ბრალდებები და მოთხოვნები როგორც აზერბაიჯანული, ისე ქართული მხარის მიმართ. განმარტება კი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა, ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების ერთმა ნაწილმა ქართული მხარის მიერ პოზიციების დათმობად გამოაცხადა. საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმაც. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დატოვონ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საჯარისო ნაწილებმა ქართული ძირძველი ტერიტორიები. ჩვენ ახლა შეგვაქვს წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ვითხოვთ ოფიციალურ განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით და საზოგადოებასთან ერთად დაველოდებით მათ პასუხს. მოხდეს რამდენადაც შეთანხმება, რომ ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლები ან ადგილმონაცვლეობის პრინციპით, ან სხვა რაიმე პრინციპის გათვალისწინებით მოხდეს აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკება და ეს ძეგლები დარჩეს საქართველოს შემადგენლობაში. საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ მსგავსი განცხადებები საფუძველს მოკლებულია და გადაჭარბებულია. ივერი მელაშვილი, რომელიც სახელმწიფოთა შორის სადელიმიტაციო კომისიის წევრია, პირველ რიგში იმას აზუსტებს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 98% საქართველო აკონტროლებს. ის 14 ჰექტარიანი ფართობი კი, რომელზეც უდაბნოს μονასტერი და რამდენიმე სენაკია განლაგებული, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდშია. ეს არის თვითონ დავით გარეჯის ძირითადი მონასტერი, რაც არის დავითის ლავრა, აი ამ ადგილას არის დატანილი
და ეს ის ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი, რომელიც დღეს მოქმედებს როგორც სახელმწიფო საზღვრის ხაზი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მეზობელ სახელმწიფოებს შორის საზღვრების დელიმიტაცია დემარკაციის პროცესი დაიწყო, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1995 წლიდან დღემდე გრძელდება. უდაბნოს მონასტრის ტერიტორია ჯერჯერობით შეუთანხმებელ მონაკვეთებს შორის არის, თუმცა აზერბაიჯანული მხარე წლების განმავლობაში აქ თავისუფალ გადაადგილებას არ ზღუდავდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ მომხდარი ჩინოსნების დონეზე არსებული გაუგებრობაა. ადრეც იყო ხოლმე ახსნილი აზერბაიჯანელების მხრიდან ასეთნაირად, რომ აი თქვათ სასაზღვრო სექტორის უფროსი იყო ახალი, რომელმაც არ იცოდა აი ამ მორატორიუმის შესახებ და ის თავის ტერიტორიაზე თქვათ განალაგა მესაზღვრეები. მე ვფიქრობ, რომ ახლაც ალბათ დაახლოებით ამგვარ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ამ თემაზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. განცხადებაში, რომელიც Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, ის მომხდარის არასწორ ინტერპრეტაციასა და პოლიტიკურ სპეკულაციებზე საუბრობს. დავით გარეჯის სრული კომპლექსი საქართველოს კუთვნილებაა. ამ კომპლექსის კუთვნილებაზე საუბარი არ არის. უბრალოდ, როგორც ვიცით, სამწუხარო გარემოების შედეგად, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარდა, ახალი ადმინისტრაციული ტერიტორიების დაყოფის გამო ქედი იმდროინდელი აზერბაიჯანული რესპუბლიკის დე-ფაქტო ტერიტორიას მიეკუთვნა და ქედის გაყოლებაზე მოხდა გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 2%-მდე. მონასტრის კუთვნილებაზე არავინ დავობს, მათ შორის არც აზერბაიჯანული მხარე. საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანთან საზღვრის დემილიტაციის საკითხზე აქტიურად მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ სამონასტრო კომპლექსის აღნიშნული 2%-იც საქართველოს შემადგენლობაში მოექცეს. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო შექმნილ ხმაურს გადაჭარბებულად მიიჩნევს საქართველოს კულტურის მინისტრიც. ნიკა რურუას თქმით, საზოგადოების ერთი ნაწილი ინფორმაციის ნაკლებობის გამო შეცდომაშია შეყვანილი, რამაც მოლაპარაკებების პროცესს ხელი არ უნდა შეუშალოს. პოლიტიკურმა ოპონენტებმა ბუნებრივია ეს სიცოცხლის პოლიტიზირების საგნად აქციას დაკიდეს ინტერნეტში სხვა ფოტოები, რომელიც ლავრას ასახავს და არა უდაბნოს კომპლექსს და რაღაცნაირად სიმართლის დამახინჯება ცადეს, მაგრამ ეს ბუნებრივია ამ ტყუილის გაფანტვა არ არის ძნელი. მოლაპარაკებების პროცესის დაუბრკოლებლად გაგრძელებისა და მეგობარ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის იმედი აქვს დეპუტატებსაც. საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოლაპარაკებების დასრულებას საკუთარი სახელმწიფო ინტერესების დაცვით და მეზობელთან შეთანხმებით მოახერხებს. მსჯელობა აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეს შორის მიმდინარეობს, ჩვენ ვართ მეგობარი ქვეყნები, ჩვენ ვართ მეგობარი ხალხები და ამ მუშაობის პერიოდში არაფერმა ხელი არ უნდა შეუშალოს იმას, რომ კულტურული მემკვიდრეობის ამ ძეგლზე იყოს თავისუფალი მიმოსვლა. მანამ სანამ ეს პროცესი მოლაპარაკებებისა დასრულდება, სასურველია და ეს გახლავთ კიდეც ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ჩვენი ხელისუფლების მან აქტიური დიპლომატიური ძალისხმევა გამოიჩინოს, მათ შორის სასაზღვრო უწყებების ერთმანეთთან კომუნიკაციის დონეზე საიმისოთ, რომ არა მხოლოდ ქართულ სასულიერო პირებს, არამედ მლოცველებს და ტურისტებსაც ჰქონდეთ ამ ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად გადაადგილების საშუალება. დავით გარეჯი მე-6 საუკუნის ქრისტიანულ მართლმადიდებლური სამონასტრო კომპლექსი და ქართულ მართლმადიდებელთა ერთ-ერთი მთავარი სიწმინდეა. ის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი რთული საკითხია, რომელიც ქართული მხარის იმედით ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური სულისკვეთებით გადაწყდება. ნინო კალანდაძის განცხადებაში დღეს ასევე ნათქვამი იყო, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მას მისცა განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაბრკოლდნენ ტურისტები და მომლოცველები რამდენიმე დღის წინ, როგორც ნინო კალანდაძე ამბობს, მას მისცეს განმარტება, რომ ეს მოხდა მესაზღვრეების ცვლის გამო და მას არ აქვს არანაირი სურვილი, რომ შეიტანოს ეჭვი აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებაში. დიდი მადლობა, ქეთი. ქეთევან ბოჯგუა საუბრობდა მოამბის ღია ეთერში. მოამბის მთავარ ეს